საქართველოში მენინგიტის შემთხვევები გახშირდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ მდგომარეობა რთულია. შემთხვევები უკვე დადასტურდა თბილისის 12 საბავშვო ბაღში. ვირუსული მენინგიტი 46, 119, 54, მე-40, მე-2, მე-117, 97, 210, 192, მესამე და პირველ ბაღებში დაფიქსირდა. ამ დაწესებულებებში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ დეზინფექცია ხორციელდება. შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი გახშირებული ინფექციური დაავადებების გამო. სწორედ ამ საკითხს განიხილავენ ამ წუთებში შეხვედრაზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. მარიამ მოშხნელი მუშაობს თემაზე. მარიამ, დამთავრდა თუ არა შეხვედრა და ხომ არ მიუღიათ მხარეებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება? ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა განათლების მინისტრის მოადგილესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ზუსტად ამ წუთებში დასრულდა. ისინი განიხილავდნენ მენინგიტის გავრცელების გამო უნდა შეწყდეს თუ არა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი. ჩვენ სტუმრად ყავს განათლების მინისტრის მოადგილე, ახლა სწორედ მისგან გავიგებთ რა გადაწყვეტილება იქნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიღებული. ალბათო ლია, იქ მოგითხრათ რა გადაწყვეტილება მიღეთ. სკოლებში დაფიქსირებულია 61 შემთხვევა ინფექციის შემდგომი გავრცელებისაგან. თავის დაცვის მიზნით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაწყებით საფეხურზე, ანუ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით 2 დღის განმავლობაში 22 და 23 მაისს შეწყდეს სასწავლო პროცესი. ეს პერიოდი სკოლებმა უნდა გამოიყენონ სკოლის შენობის ინტენსიურად დამუშავებისათვის საყოფაცხოვრებო, სანიტარო-ჰიგიენური საშუალებებისა და სადეზინფექციო საშუალებების მეშვეობით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, შესაბამისად, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ასევე რომ გითხრათ, როდის ანაზღაურდება გაცდენილი საათები? არ არის ნამდვილად საგანგაშო, თუმცა ის რომ უკვე ზოგადად ყველა ასაკში დაფიქსირებული 150 შემთხვევა, რაც არის მაქსიმუმი წლიური შემთხვევების, ჯანდაცვის სამინისტროს აძლევს ზუსტად იმის საფუძველს, რომ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებისათვის შეიმუშაოს ასეთი რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, რომ მცირე ასაკის ბავშვებს ნაკლებად აქვთ ხელების დაბანის უნარჩვევები, მეორეს მხრივ ხშირად მიმდინარეობს დაავადება სიმპტომების გარეშე, ამიტომ რაც უფრო ნაკლები კონტაქტი ექნებათ ამ დაავადების ასეთი ესკალაციის პირობებში ერთმანეთთან, იქნება უკეთესი. გაცდენილი დღეები ანაზღაურდება, შაბათ დღეების ხარჯზე სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ უკვე 27 მაისიდან. მოგეხსენებათ, რომ 24, 25 და 26 ისედაც დასვენების დღეებია. დიდი მადლობა. შეხვედრამდე გაკეთდა კომენტარებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქმე გვაქვს ეპიდ აფეთქებასთან, რადგან ვირუსულ მენინგიტს ახასიათებს ციკლურობა და ის 4 წელიწადში ერთხელ უფრო ხშირ შემთხვევებში ვლინდება. შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მსგავსი ეპიდაფეთქებები იყო ქვეყანაში 2006-2010-ში, დაახლოებით 4 წლიანი ციკლია. ყოველწლიურად არის გარკვეული მატება, მაგრამ წინა წელთან შედარებით ეხლა გვაქვს დაახლოებით 2-ჯერადი მატება. სამუშაო თათბირი გაიმართება მინისტრთან და განათლების სამინისტროსთან და ამის შემდეგ რეკომენდაციებს მოგახსენებთ. ამ დროისათვის საქართველოში ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან თბილისში გამოვლინდა 96 შემთხვევა, ქუთაისში 26, ხოლო ბათუმში 6. სხვადასხვა შემთხვევები გამოვლინდა ასევე რეგიონებში, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დიდი მადლობა მარიამ, პირდაპირ ეთერში მარიამ